გილოცავთ ჩემო მეგობრებო, დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას, სულიერ სიმშვიდეს, ბალანსს და რა თქმა უნდა სიყვარულს, მრავალს დაესწარით. ახლა კი მე მინდა გითხრათ, როგორ უნდა შევხვდეთ 2026 წელს და საერთოდ რა უნდა გქონდეს ჩვენ სუფრაზე და როგორი სარიტუალო პატარა პრაქტიკები შესაძლებელია რომ ჩავატაროთ. იმ ხალხისთვის, ვინც საერთოდ ეზოთერიკაში არ არის, როგორ შეიძლება მივიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში მომავალი წლისთვის წარმატება, ფინანსური ბალანსი და სიყვარული. განსაკუთრებულად შევხვდეთ ახალ წელს, მაშინ აგიცნით რა უნდა იყოს სუფრაზე და როგორ შეიძლება მივიზიდოთ გარკვეული საკითხები, ან გარკვეული წარმატება ჩვენს ცხოვრებაში. სუფრის შუაში აუცილებლად დადეთ მრგვალი თეფში. სასურველი ეს თეფში იყოს მოქროვილი, ან თუ არ გაქვთ თეთრი ერთი თეფში, ჩვენ გვაქვს 7 წრე შაქარი, ჩვენ გვაქვს 7 წრე ბრინჯი და ხუთიანის გამოსახულებით ზევით ჩვენ ამ თეფშზე უნდა განვალაგოთ აი ეს მონეტები ისე რომ ზუსტად შეკრას წრე.